გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ლუკა TV და დღეს მე ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ უნდა ავასწრაფოთ კომპიუტერი. თქვენ გექნებოდათ ამის პრობლემა ძალიან ბევრს და მოძებნით YouTube-ში ვიდეოებს. ზოგი აჩვენებს რაღაც წაშლაზე, ანუ მე დღეს ამ ვიდეოში გავაერთიანებ ყველაფერს ერთად. მაშასე პირველად რაც მართლა ასწრაფებს კომპიუტერს არის დეფრაგმენტაცია. დეფრაგმენტაცია დაალაგებს C და D დისკზე, თუ თქვენ დისკიც გაქვთ, მაშინ დისკზეც დაალაგებს ანუ ფაილებს, რის შედეგადაც ასწრაფდება თქვენი კომპიუტერი. ეს როგორ უნდა მოვახერხოთ? შევდივართ მაი კომპიუტერში და ვდგებით C დისკზე, ვაწყობთ მარჯვენა მაუსის და გადავდივართ Properties. და შემდეგ გადავდივართ Tools და დავაჭერთ Optimism. აქ ყველგან მოვდება დიდი დრო ამას. შეგვიძლია გამოვხსნათ. აი მაგდო როგორც ხართ. Optimism drive. აჰა, ეს ხო? და ვაჭერთ. ჯერ გავუკეთებთ ანალიზს. ეს თქვენთანაც გამოირთვა. შემდეგ ისევ ჩაერთვება თქო. აი, 60% ანალიზზე ვუშვათ ეს ორი დისკი ძალიან მალე დაანალიზება და ვარ ოპტიმიზით. აკაც ოპტიმიზი. კარგით. ეხა D დისკი დავაფრაგმენტებთ. ეხა ეს C დისკს მომდება თქვენთანაც ყველაზე დიდი ხანი. აი ამ დისკს. სამეტი. კარგით, ეს ერთი ხერხი. ეხლა მეორე ხერხი. ჩვენ როდესაც შევიდეთ რა, ანუ სტარტში მე ახლა მეთქალი Windows 8. აქ არის search. და რუნ, ხო? ამავდროულად run. აი ეს არის run. არა თქვენ თუ არ გიყენიათ ეს და შეიძლება Windows-ში დაგიყენიათ, მაგრამ არ სამშობლო. თუ არ გაქვთ ჩაყენებული სტარტში. კლავიატურაზე აწვევთ სტარტის ღილაკს და R-ს ერთად. და ამოგიგდებთ და წერთ ასეთ რაღაცას. ეხლა მე დიდად დავწერო და ინახო თქვენს. text document გავხსნით. ფორმატი, font. Okay. აი ასე. MS config. დავაჭერთ enter-ს. აქ თქვენთანაც ძველი ხანი მომდება. და აი როგორც ხედავთ. ამოგდა ეს რაღაცა. bot 1. ადვანკი დავში. ამას გადავყავთ 2 ბირთვს. მაქსიმუმ მონიშნოთ. და დავაჭერთ OK-ს. შემოდი სერვისში ისინი ჩართოთ, ხო? სტარტაპი. აი თქვენთან. ჩვენთან სტარტაპი გამართულია, იმიტომ რომ Windows 8 მეყენია. თქვენთან როდესაც გადახვალთ სტარტაპში, იქნება ასეთი ჩამონთვალი როგორც აქ არის, თუ Windows-ში გიყენიათ და დააჭერთ disable all. აქემა ანუ გამოვთოთ ყველა. შემდეგ აქ ვერაფერი დავაჭერთ apply OK. კარგით. ეს კიდევ ერთი ხერხით. ეხლა შევიდეთ ისევ. შევიდეთ კომპიუტერის მონაცემებში. ასე შევიდეთ. და დავაჭეროთ. advanced და დავაჭეროთ advanced system setting.
ასე. შემდეგ გადავიდეთ setting-ებში და აქ ვნიშნოთ მესამე. დავაჭერთ Apple-ის. ეხლა ასე და OK. აი ეს როგორც ხედავთ, ეს ასე აღარ იქნება და მოასწრაფდება თქვენი კომპიუტერი, როგორც ჩემი ასეთ. ეს ზოგადად გავუყუროთ. კარგით მეგობრებო, ჩვენი ვიდეო აღწევთ სულ ეს იყო. ვიდეოც მოგეწონა და ლაიქეთ და subscribe-ით ჩემი არხი. და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, აი ეს არის შორტკატები ჩემთან გაკეთებული. ჩემ ერთ მეგობარს დავშკობდი და წაეშალა რა. ხო და როდესაც მაი კომპიუტერში ვაწევი და პროფიტში გადავამიგდებს ასეთ რაღაცას. ხო და მოგდის პარამეტრები. აი ეს რაღაცას მიგდებს რა. ამიტომ შორტკატია. და თუ იმე ვიცით ამის გამოსწორება, გთხოვთ რომ დამეხმაროთ რამენაირად. ძალიან გთხოვთ. კარგით, ჩვენი ვიდეო სულ ეს იყო. ვიდეოც მოგეწონა და ლაიქეთ და subscribe-ით ჩემი არხი და კითხვები დატოვეთ კომენტარებში. მომავალ შეხვედრამდე კარგად გრძანდებოდეთ.